თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში 40 დღის განმავლობაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საფლავზე სასულიერო პირები მისი უწმინდესობის სულის საოხად დაიწყებენ პანაშვიდის გადახდას მგალობლების თანხლებით. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. პანაშვიდი 11-დან 16 საათამდე და 18-დან 22 საათამდე განუწყვეტლივ აღევლინება. მორწმუნე მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება შეიძლება ყოველდღე დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში გუშინ დაკრძალეს. ვინ გახდება სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი? ამ კითხვას პასუხი საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა გაეცემა. ამ ვადებში მოსაყდრეშია უნდა მოიწიოს სინოდი პატრიარქობის იმ 3 კანდიდატის გამოსარჩევად, რომელიც უნდა წარედგინოს გაფართოებულ კრებას. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის თავისი თავიც. სინოდში ახლა 39 წევრია, 3 კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს წარედგინება კრებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. ხმოსნების არსებული რაოდენობით პატრიარქად ასარჩევად კანდიდატმა მინიმუმ 20 ხმა უნდა დააგროვოს. თუ წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული 3 კანდიდატიდან ვერც ერთი მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება მეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის 2 კანდიდატი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა პირველ კენჭისყრაში მიიღო. შესაბამისად, წინ 2 კრება, წმინდა სინოდი, სადაც 3 კანდიდატს ირჩევენ და გაფართოებული კრება, სადაც ამ 3 კანდიდატიდან პატრიარქს აირჩევენ. კითხვაზე, ვინ შეიძლება იყვნენ პატრიარქის ტახტისთვის დასახელებული 3 კანდიდატი, ახალქალაქის კუმბურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი პასუხობს, რომ ჯერ ამაზე ლაპარაკი ადრეა. ჯეროვანი პატივი მივაგოთ ილია მეორეს, მე-9 დღე გადავიხადოთ, ალბათ შემდეგ მოვემზადებით. აღდგომის დღესასწაული მოდის, ეს ყველაფერი ჩავატაროთ, ცოტა რომ გამოვიხედებით თვალებიდან, დავიწყებთ ფიქრს აღნიშნულზე, უთხრა მეუფე მედიას. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ილია მეორის ანდერძის შინაარსი ცნობილია. საპატრიარქოს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი სურვილი 9 წლის წინ გახდა ცნობილი, როცა მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა. მას შემდეგ, რაც პატრიარქმა 2017 წლის 23 ნოემბერს გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პატრიარქმა დამსვა და თქვა ასეთი რამ, რომ არის მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძიო. ხმამაღლა გამოვაცხადეო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობაო. ეს წერია ანდერძში თუ ის წერიაო. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით 9 წლის წინ, ეს არის მისი ანდერძი, თქვა მამა ანდრია ჯაღმაიძე. პატრიარქის დაკრძალვის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ 2 ანონიმური ზარი განხორციელდა. ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განმარტებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გუშინ დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება განხორციელდა. მათივე ცნობით ამოღებულია რამდენიმე ათეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები. სუსში განმარტავენ, რომ არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს ის დაკავებულია. თბილისში ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეული. ინფორმაცია საქართველოში შტატების საელჩო ავრცელებს. ის შეხვდება მთავრობის, კერძო სექტორისა და ქართული საზოგადოების წარმომადგენლებს. იგი ასევე გაემგზავრება ფოთში, რათა დაათვალიეროს სპორტში განხორციელებული ამერიკული ინვესტიცია და ეწევა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს. ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ალან პარსელთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების თანახმად მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც. ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება, აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრის ყოფილმა სულმცირე 2 თანამშრომელმა წერილი მიიღეს, რომლითაც ადმინისტრაცია მათგან უმუშევარი 5 სამუშაო დღის ტოლფასი თანხის დაბრუნება მოითხოვა. წერილები სოციალურ ქსელში მსახიობებმა ეკა დემეტრაძემ და ნანკა კალატოზიშვილმა გაავრცელეს. თეატრის ადმინისტრაცია დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი ლევან აბულაძე მათ წერს, რომ 20 თებერვალს მსახიობებმა აიღეს თებერვლის თვის სრული ხელფასი, თუმცა მათ
თანამდებობა დატოვეს 23 თებერვალს. ფაქტიურად ნამუშევარმა დღეების ოდენობამ შეადგინა 15 სამუშაო დღე. გთხოვთ არაუგვიანეს 31 მარტისა დააბრუნოთ ზედმეტად გაცემული 5 სამუშაო დღის ანაზღაურება. წერია ნანკა კალატოზიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, რომლის ბოლოშიც დაკონკრეტებულია თანხის ოდენობა 240 ლარი და 10 თეთრი. კახაკალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსის დროას ლიდერის ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი ხვალ 24 მარტს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 საათზეა დანიშნული. ხოშტარიას საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის არც ერთ სხდომას არ დასწრებია და არც ხვალ აპირებს მისვლას. ის სასამართლოს ლეგიტიმაციას არ აღიარებს. სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს. კახაკალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლის პირველი ნაწილი წარუდგინეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქმეზე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირა ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც მან უარი განაცხადა. ამის შემდეგ პოლიტიკოსი დააკავეს. ხოშტარიამ 14 სექტემბერს კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერს გაუკეთა წარწერა რუსული ოცნება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სახალხო დამცველმა 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსის პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. ომბუდსმენის განცხადების თანახმად საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მანჯგალაძის მხრიდან აქციაზე ძალადობისკენ მოწოდებას ან ძალადობის თაობაზე მითითების გაცემის ფაქტს. სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთ ლიდერს პაატა მანჯგალაძეს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლის პირველი ნაწილი წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. ქმედება საშელის სახე და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ორივე მხარე მნიშვნელოვან საკითხებში თანხმდება, რასაც თეირანში უარყოფენ. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში მიმდინარეობს რეჟიმის ცვლილება. ამავე დროს მან თქვა, რომ თუ ირანის წარმომადგენლებთან შეერთებული შტატების მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, განაახლებს ირანის დააბომბვას. თავის გამოსვლაში მან კაფიოდ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა ირანის ახალ უზენაეს ლიდერთან, მოჯთაფა ხამენეისთან, არამედ პირებთან, რომლებსაც მან ძალიან გონიერი ადამიანები უწოდა. ამავე დროს ტრამპმა თქვა, რომ უკვე ირანის იმდენი მაღალი რანგის ლიდერი იქნა მოკლული, რომ ავტომატურად ხდება რეჟიმის ცვლა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ამერიკის მხარეს საქმე აქვს კაცთან, რომელსაც დიდ პატივს სცემენ. ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 5 დღით თავს შეიკავებს ირანის ელექტროსადგურებისა და ენერგეტიკის ობიექტების დაბომბვისგან. ამერიკა მოლაპარაკებებს ირანის პარლამენტის თავმჯდომარესთან აწარმოებს. ინფორმაციას იერუსალიმ პოსტი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულიც თეირანში უარყვეს. ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკასთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა. ყალბ ამბებს იყენებენ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ გამოუვალ მდგომარეობას, რომელშიც ამერიკა და ისრაელი არიან გაჭედილი, წერს ირანის პარლამენტის თავმჯდომარე. ლონდონში ჩრდილოეთ ნაწილში გოლდერს გრინში სინაგოგასთან ებრაელი მოხალისეების სამაშველო ორგანიზაციის სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის განცხადებით მომხდარი ანტისემიტური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულად განიხილება. პოლიციაში აცხადებენ, რომ ზოგიერთი მცხოვრები სიფრთხილის ზომების მიზნით ევაკუირებულია. სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ორგანიზაციის სასწრაფო დახმარების მანქანებს 3 ნიღბიანი პირი უახლოვდება და ცეცხლს უკიდებს. პოლიციამ დაადასტურა, რომ სამეჭვნიტანილს ეძებენ, მაგრამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. გოლდერს გრინში დიდი ებრაული თემი ცხოვრობს. პარიზის მერის არჩევნებში სოციალისტმა კანდიდატმა ემანუელ გრეგუარმა გაიმარჯვა და საფრანგეთის დედაქალაქის მერის პოსტზე თანაპარტიელი ან იდალგო შეცვალა. ფრანს 24-ის ინფორმაციით 48 წლის გრეგუარმა ხმების დაახლოებით 51% მიიღო და მემარჯვენე რაშიდა დატი და მემარცხენე მეტოქე სოფია ჩიკურუ დაამარცხა. პარიზი იქნება წინააღმდეგობის გული მემარჯვენეების ამ ალიანსის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს აგვართვას ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და მყიფეა. ერთად ცხოვრების სიხარული, აღნიშნა ემანუელ გრეგუარმა. ახლად არჩეული მერი პარიზის მერიაში ველოსიპედი